გაძვირებულია, მით უმეტეს რა ვიცი, ყველანაირი ხილი გაძვირებულია. ბოსტნეულიც გაძვირებულია. ამ მაგალითად ეხლა კივი ღირს 10 ლარი. რამდენი უნდა იყიდო, რომ ოჯახმა მიირთვას. არ დაგიმალავ შვილო და ვყიდულობ ხან ცალობითაც მიყიდია 4 ცალი მე და ჩემი მეუღლისთვის, ხა კილოც მიყიდია, სულ მასე კი არ არის. ყიდულობ ერთი დღისას ვთქვათ. სადღაც ყველა სხვადასხვა 20 ლარის ერთად. ყველა საწუხებს ეგ. კი, ძვირია ნამდვილად. არა მარტო ბოსტნეული, ყველაფერი ძალიან ძვირია. ჩვენ მიწათმოქმედი ხალხი ვიყავით თვითგანვე და ხილი და ბოსტნეული ეხლანდელი მდგომარეობით საქართველოში იმიტომ არის ძვირი, რომ ქვეყნის შიდა პროდუქციის წარმოება იმდენად ძვირი უჯდება გლეხს, რომ სამწუხაროდ გარედან შემოტანილი ხილი და ბოსტნეული უფრო იაფია. და რატომ? ჩვენი ქვეყნის მთავრობა ვერ აბალანსებს იმ რეგულაციებს, ალბათ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებში შედის. რითი დღე ძვირდება ყველაფერი. შეძლებს დაგვარად ვახერხებ კი. უფრო ბაზარში. ხილს, ბოსტნეულს, ჩვეულებრივად ყველაფერს, რა ვიცი. ვიცი, როგორც ხედავ, ძალიან სიძვირია და ძალიან უჭირს ხალხს. მე დროებით არა ვარ საქართველოში და ძალიან გაკვირვებული ვარ. ძალიან გაძვირებულია, არ ხერხებთ, ადამიანები ვართ და რაღაცნაირად ვაგვარებთ. ძალიან გაძვირდა, ადამიანები ძლივ ჭდებიან და რა ვიცი, მე სოფელი მაქვს და შეძლებს დაგვარად სოფლიდან მუშაობს სეზონობით და სოფლიდან მომაქვს და ვინც ქალაქში ცხოვრობს და მართლა სოფელი არ აქვს, არ ვიცი როგორ ახერხებს ამ ყოველივეს. ყველაფერი არის ძვირი, რა არის იაფი. პატარა ბავშვი ვერ ყავს, საბაბაში ვერ იყიდი. კილოს იყიდია, 2 კილოს იყიდი. ჩვენი ხელფასიდან გამომდინარე კილოგრამი ვაშლი 4 ლარი ღირს და 5 და ალბათ თითო კილოს ვყიდულობ ყოველთვის. ახლა მეც ნამდვილად ვერ ვყიდულობ და არ არის შესაძლებლობა და ცირედი თანხები გვაქვს, შემოსავალი არ არის როგორც საქართველოში და რა ვიცი, აბა რა გითხრათ, მე მგონი ყველას უჭირს და დღეს ყველას პრობლემა ეგ არის. კარტოფილი ლარი და რაღაცა ის არა, რატო ხის არ არის ძალიან ძვირი. პენსიით შედარებით დაჟე, აი 80 ამდენი მაქვს. კომბოსტო რა 50 თეთრი იყო. ის ყველაფერი მაკარონი რაღაცა ის არ არის ძვირი. მარტო არის ძვირი ხორცი. ყველს ყიდულობ ხომ, ხორცი იშვიათად. ჩემი აზრით საკმაოდ ძვირია. ძალიან გაძვირდა ყველაფერი. ვახერხებთ ყიდვას, მაგრამ სოფლის მეურნეობა გვაქვს იდეაში, კერძო სახლი გვაქვს და უმეტესად სახლში მოყავს. მე ვმუშაობ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვახერხებ ყიდვას, მაგრამ რა თქმა უნდა საგრძნობია, რომ გაძვირებულია ყველაფერი. იმაზე ბევრჯერ მეტად ვიდრე იყო შარშან წინ და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენ მივდივართ გაძვირებისკენ, რაც ძალიან არასასურველია.